მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, არა მხოლოდ ქუთაისის, სრულიად საქართველოს უნივერსიტეტის და პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამულო ბუჭოხიშვილი, ასევე მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე, ქართული ენის დღე, რომელიც თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ შემიძლია დღეს რომ არ მივულოცო დაბადების დღე ქალბატონ თამარ ღვინიანიძეს, რომელიც გახლავთ ტელერადიო კომპანია რიონის გენერალური დირექტორი და რომელმაც დღემდე ძალიან ღირსეულად მოიტანა ჩვენი ტელევიზია და ვფიქრობთ, რომ კიდევ დიდხანს იქნება ტელევიზიის ხელმძღვანელი და ბურჯი და ჩვენი მეგობარი. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მივულოცო ქალბატონ თამარ შვილიშვილის დაბადების დღე, ნინი კაპეტივაძეს და ჩემს შვილიშვილს იოანე ხვარეშიას ულოცავ დაბადების დღეს. მომიტევეთ, მაგრამ უნდა მესარგებლად დღევანდელი ეთერით. მაპატიეთ ძვირფასო და პატივცემულო სტუმრებო, მაპატიებთ ალბათ და პირველი კითხვა რა თქმა უნდა ბატონ შალვასთან, ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ძალიან ხშირად ვსაუბრობთ წარმატების ფორმულაზე, არის რა თქმა უნდა გამოწვევებიც და სამომავლო გეგმებიც, მაგრამ ბოლო პერიოდის ამბებზე მინდა ყურადღება გავამახვილოთ. იყავით საფრანგეთში, იყავით ინდოეთში, პოლონეთში, აპირებთ მემორანდუმის გაფორმებას გერმანიასთან, ეს არ არის იოლის საქმე, მაგრამ თქვენ გითხარით ამ ყველაფრის შესახებ. მოგესალმებით, პირველ რიგში ვუერთდები მოლოცვებს. რა თქმა უნდა, ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის დღე, ეს ნამდვილად უდიდესი დღესასწაულია და ძალიან სასიამოვნოა, რომ ტრადიციულად ვიტყვი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნება ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული. და დღეს სკოლის მოსწავლეებიც ყავდა სტუმრად, დღეს იყო ვინ უკეთ წერს და ძალიან ბევრი კონკურსები იყო და ესე რომ ვთქვათ, ამ პერიოდს განსაკუთრებულად დიდი ბედნიერებაა, რომ ხაზგასმით აღნიშნავთ ყოველთვის და ამაში უდიდესი წვლილია ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის, ქართული ენის მიმართულების და საენათმეცნიერო სტუდენტური წრის სტუდენტების, მათი დამსახურებით ხდება ეს ყველაფერი და ნამდვილად მე მინდა თითოეულ მათგანს მადლობა უთხრა. ქალბატონ თამარ ღვინიანიძეს რა თქმა უნდა ულოცავ დაბადების დღეს, ის ამასთან ერთად არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან დიდი შენაძენია. ესე რომ ვთქვათ, მე ყოველთვის მივეხარებ იმას, მივესალმები და ყოველთვის უსურვებ წარმატებას და ჯანმრთელობას პირველ რიგში. რაც შეეხება ქალბატონო ნანა, თქვენ შვილიშვილს, ის ჩვენი სტუდენტია, ასევე და პლუს ამას ტელემაყურებლების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ეს პატარა ბიჭი უკვე რა პატარა დედიკაცია. კი ბატონო, ზუსტად მაგის გამინდა, ტყუის სროლაში საქართველოს ნაკრების წევრია. და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის და ესე რომ დიდ მომავალს კიდე უსურვებ და ბევრ წარმატებას. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. ესე ხა რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ დაიწყეთ, შემიძლია ვთქვა, რომ მარტის თვე ესე რომ ვთქვა ძალიან დატვირთული იყო ამ მხრივ, 5 აპრილს ჩამოვედი ქუთაისში. პირველი ვოიაჟი იყო საფრანგეთში რუანის უნივერსიტეტი. რუანი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, ნამდვილად ვიტყვი, რომ აფრთხილებული ვარ ამ ქალაქის სილამაზით, სისუფთავით და ზოგადად ყველაფრით. და რუანის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ცნობილი და დიდი უნივერსიტეტია. ზოგადად რუანის საუნივერსიტეტო ქალაქია და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სტუდენტები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 6 თვე სწავლობდნენ ამ უნივერსიტეტში, სწავლობენ ამ უნივერსიტეტში და მომავალშიც ისწავლიან. ზუსტად ამის დასარეგულირებლად ვიყავით კიდე ერთხელ და გადაიდგა იმის ნაბიჯები, რომ რუანის უნივერსიტეტთან ერთად
ჩვენმა უნივერსიტეტმა მიიღო სტუდენტებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღო ორმაგი დიპლომები, ასე რომ თქვა, აქეთკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და ამ ეტაპზე უკვე სამეცნიერო თვალსაზრისით კიდე და ამოტივით ძალიან ფართო სპექტრით განვითარდება ურთიერთობები, უკვე ველოდებით ივნისის დასაწყისში და მაისის შუა რიცხვებში ორ პროფესორს რუანიდან, რომლებიც ჩართული იქნებიან ჩვენ სადოქტორო პროგრამებში და ესე რომ ვთქვათ, ნამდვილად სასიკეთოდ იქნა ეს ყველაფერი მაშინ გადადგმული, რომელიც თანდათან უფრო მოიტანს შედეგებს. რაც შეეხება ინდოეთში ვიზით, ეს მედიცინის მიმართულებით იყო და აქაც დაიგეგმა კიდევ ურთიერთკავშირები და ამ მხრივ შემიძლია ვთქვა რუმინეთის უნივერსიტეტთან, იაშის მედიცინის უნივერსიტეტთან, ასევე საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა უნგრეთთან და მოკლედ არის პერსპექტივები სხვა მხრიდან. შემიძლია ვთქვა, რომ მედიცინის ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფაკულტეტია და პოლონეთშიც ვიზიტი ზუსტად მედიცინის ფაკულტეტთან დაკავშირებით მინდოდა და შემიძლია ვთქვა, რომ პოზნანის უნივერსიტეტთან ამ მხრივაც გადაიდგა ნაბიჯები, სექტემბრიდანვე უკვე შეიძლება ჩვენი სტუდენტები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში წავიდნენ პოზნანის უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით და განსაკუთრებული ურთიერთობა უკვე ფარმაციის მიმართულებითაც ჩამოყალიბდა აქ და ზოგადად მედიცინის მიმართულებით მაგედანაც ველოდებით დელეგაციას და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და ასე შემდეგ ყველანაირად ვცდილობთ რომ გავაძლიეროთ ეს საერთაშორისო ურთიერთობები, რომელსაც ნამდვილად ვიტყვი, რომ ჩვენი უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჩვენ უნივერსიტეტში და ძალიან კარგად ვართ ამ მხრივ. აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ბატონ შალვა პატევი მინდა მივაგო ყველა რექტორს, ვინც იყო თქვენამდე უნივერსიტეტის რექტორი და მანამ სანამ პედაგოგიური ინსტიტუტი ერქვა, მაგრამ განსაკუთრებით მინდა თქვენი ღვაწლი აღნიშნო, იმიტომ კი არა რომ ეთერში ხართ მე ამის შესახებ თქვენ ზურგს უკანაც ბევრს ვსაუბრობ, იმიტომ რომ თქვენ აღიზარდეთ ფაქტობრივად იმ კედლებში და სხვანაირად გეშინაურებათ, სხვანაირად გიყვართ ყველაფერი იქაური და აი ესეც არის ამსახველი იმ ყველაფერისა, რაც დღეს დუხს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში და ძალიან მინდა რომ ხშირად მობრძანდეთ, არასოდეს არ ამბობთ უარს, მაგრამ ვერ ვასწრებთ ვერასდროს იმ სიკეთეებზე საუბარს, რაც ნამდვილად ხდება. ხანდახან შესაძლოა არც კი ვიცით, ისეთი რაღაცეები ხდება და იმდენ რამეს აკეთებთ და იმდენი რამე დაგეგმილი გაქვთ სამომავლოდ და ამისთვის კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ. მადლობა თქვენ. რაც შეეხება ბატონ მამულო, ფაქტობრივად დასრულდა უკვე ეროვნული გამოცდების შესავსებისია, მე მგონი სწორად რეგისტრაცია, დიახ, კარგია რომ შემისწორეთ და ამ ეს პერიოდიც მინდა ყოველთვის გამოვიყენ, კი არ არის საჭირო ისე რომ ვხედავ, იმიტომ რომ იმდენად დიდი არ შემდეგ მომსულელთა რაოდენობა და რეიტინგი იმდენად დიდია უნივერსიტეტის, რომ თქვენ ხანდახან ბატონ შალვა იმასაც კი მეუბნებით, რომ არ გვინდა, იმიტომ რომ მაშინ ბევრი უნდა მივიღოთ და უпростоრად ყველას ვერ მივიღებთ და უარი უნდა უთხრათ. მაგრამ მაინც რა ვქნა, მაინც უნდა ვისაუბროთ, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რა ხდება თქვენთან პედაგოგიურ ფაკულტეტზე და ზოგადად ეროვნულ გამოცდებს ტყუილად არ ვუკავშირებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდამ მინდა გაიგოს რა ხდება ჩვენთან უნივერსიტეტში, რომლის რექტორიც გახლავთ ბატონი შალვა გერთაც. დიდი მადლობა გალბატონო ნანა, მეც მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, სამეტრია და ასე ვთქვათ, რასაც ქვია მამული ენა, სარწმუნოება ენის დღე პირველად განუყოფელია ჩვენთვის და რას ნიშნავს ჩვენთვის ენა და ენის საზეიმო იმის აღნიშვნა, ასე ვთქვათ, ვიცის ყველა ქართველმა და ყველა ნებისმიერმა ადამიანმა. გალბატონ თამარი ჩვენი თანამშრომელი ეწმები ადმინისტრაციულ თანამდებობაც ეჭირა, მას რა თქმა უნდა ვილოცავ დღევანდელ დღეს. თქვენ ვილოცავთ, იმიტომ რომ მე ხშირი სტუმარი ვარ თქვენთან და ყოველთვის სასიამოვნო საუბარი მაქვს და მახარებს თქვენი წარმატება, თქვენი ოჯახის და დიდი წარმატებები თქვენს. დიდი მადლობა.
რაც შეეხება უნივერსიტეტს მე დიდი სიამაყით ვამბობ რომ მართლა იქ გავიზარდე მეც და 45 წელია რაც ცოტა ხომ არ არის რა თქმა უნდა და მე ყურადღებას გავამახვილებ ძირითადად მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე რომ პედაგოგიური ფაკულტეტი თავისი სპეციფიკიდან, თავისი ისტორიიდან, თავისი სახელწოდებიდან მასწავლებლების მომზადების საქმეს ემსახურება, ყველაზე დიდი ფაკულტეტი გახმავთ ამ პროფილით საქართველოს მასშტაბით. საქართველოს მასშტაბით. პედაგოგიური ფაკულტეტების შორის ყველაზე დიდი ფაკულტეტი. ყველაზე დიდი მიღება ჩვენთან გვაქვს. 200 ადგილი გვაქვს ჩვენ ყოველ წელიწადს გამოცხადებული. რა თქმა უნდა ეს რექტორატის მხარდაჭერა არის და ყოველთვის მე გწნობ ამას რომ რექტორი წინაც ადმინისტრაციას დღევანდელი მით უმეტეს იმიტომ რომ ჩვენი დეპარტამენტის წევრი გახლავთ ბატონიშალვა ძალიან ხარს გვიჭერს ამ საქმეში და არასდროს არ გვაქვს ამ კონტინგენტის გამოცხადების პრობლემა და დაკომპლექტება სერიოზულად მიდის სერიოზული კონკურსია მე იქ მობილობა ხდება სხვა ფაკულტეტებიდან კიდევ და ესეც კიდე ავსებს ამას და ძალიან ასე ვთქვათ კონკურენტუნარიანი გარემო არის იქ რაც შეეხება წლევანდელ სიტუაციას ამაზე მოკლედ გეტყვით და მე გეტყვით აი მატერიალურად კი ბატონო რას ვაკეთებთ რომ თითქმის დასრულდა მაგრამ ეს პირველადი მონაცემები ასე ვთქვათ და ეხლა აგვისტომდე კიდე ხდება მოძრაობა ამის გადაადგილება არჩევანის უფლება არა არჩევანის უფლება აქვს აბიტურიენტებს აქვთ შეგლებები შეიტანონ და ძირითადად ეს ყალიბდება როდესაც ქულები არის ცნობილი და ყველა აბიტურიენტი მიახლოებით გრძნობს უკვე ყველაფერს და ამის მიხედვით ხდება ცვლილებები გადაადგილება გადმოადგილება დაახლოებით იგივე სურათი არის რაც სტაბილურად დგას ჩვენთან საწყის ეტაპზე ასე იყო ყოველთვის მე პერიოდულად ცვლილება ხდება და იქ დაკომპლექტების პრობლემა არ არის რა თქმა უნდა და დაახლოებით 200 კაცი ჩვენთვის ალბათ გარდაუვალია რომ დაკომპლექტდება ეს ჯგუფები ეს მივიღეთ ახლა ეს ამას მოვლა ხო უნდა ვერე და ამაზე ფიქრი არის უკვე მთელი საზრუნავი რომელიც ძალიან ასე ვთქვათ შრომატევადია და ძალიან ისეთია რომ ბევრ ძალისხმევას საჭიროებს. ძალიან ბევრს, იმიტომ რომ იქ მატერიალური ბაზა ჭირდება, იქ უამრავი რამე ჭირდება, თვალსაჩინოები ჭირდება, თანამედროვე ტექნოლოგიები შემოვიდა, ხელოვნური ინტელექტი ინერგება, ამის რაღაცებს იმას ვცდილობთ, ამას ძალიან ბევრი რამე ჭირდება და მე განსაკუთრებით მინდა და მის მერე არ ყოფილი ვარ თქვენთან სტუდიაში. გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ სერიოზული ცვლილებები, ასე ვთქვათ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის რექტორის და ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. ჩვენ დერეფანში გავლას ახლა და იქ აუდიტორიებში შესვლას ერთი სიამოვნება არაფერი არ ჯობს და მე ძალიან დიდი სიამაყით ვამბობ ამას რომ ხშირად იმას მთლიანად რო ჩავთავთ დერეფნის განათებას ერმიტაჟს მაგონებს ხო ვამბობ ხოლმე სიამოვნებს ძალიან ისეთი კარგი სიტუაცია არის და სიახლეებით ყოველდღე ხდება განახლება დღესაც შემოვიტანეთ უკვე ახალი რა ქვია სასტენდო მასალა რომელიც და ძალიან ეხლაც იქიდან მოვდივარ ძალიან კმაყოფილი დავჭი რომ აი ამას ალბათ როდის ხვალზე განვათავსებთ იქ და აკრედიტაციას ველოდებით მაისის შუა რიცხვებში უკვე სააკრედიტაციო კომისიას და ამისთვის მინდა რომ ეს ყველაფერი ისე იყოს მზად რომ სტუდენტის გარემო სააკრედიტაციო კომისიის შტაბ-ეჭდილება ყველაფერი ერთობლივად გამოვიდეს ძალიან ლამაზ. ერთი და მეორე აი თქვენთან არ ყოფნის პერიოდში ძალიან დიდი პროექტი განვახორციელეთ ჩვენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად და პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან ერთად. კონკრეტულად ეს არის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება, რამდენადაც ჩვენ ვამზადებთ ძირითადად დაწყებითი კლასების კომბინირებულ მასწავლებელს ქართული მათემატიკა ბუნება და მეხუთე მეექვსე კლასში ან ქართული ან მათემატიკა ან ბუნება. სამი მოდული მოდის. 50 სტუდენტი მინიმუმ, 50 მათემატიკის მიმართულებით, 50 ქართულის მიმართულებით და 50 ბუნებისმეტყველების მიმართულებით. ბუნებისმეტყველების სწავლება მეხუთე მეექვსე კლასში უკვე სერიოზულია და ეს უკვე საკმაო ლაბორატორიულ და თვალსაჩინო მასალას საჭიროებს და აი ამ პროექტში ჩავერთეთ და ეხლაც მეხუთე ტრენინგი ტარდება 26-ში. მეხუთე ტრენინგი უკვე და ძალიან კარგი ლაბორატორია გავმართეთ. 85,000 დაახლოებით 85,000 ლარის ინვენტარი გადმოგვეცა, ვახდენთ ამის ახლა ჩვენ კომპლექტაციას ასე ვთქვათ, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებით ძალიან კარგი ლაბორატორიები გადმოგვეცა და ამას ალბათ გავმართავთ და შეიძლება საზაფხულო სკოლებიც გავმართოთ და მოვიწვიოთ სკოლები. 10 სკოლა ყავდა საპილოტე და აი ამათ სკოლას დაახლოებით 7-8,000 ლარის ინვენტარი სკოლებსაც ყავდა. თითოეულს 7-8,000-ის ინვენტარი, ამის გარდა 15 სკოლა კიდე იყო დარეგისტრირებული იმერეთის მასშტაბით და მათაც
ხუთი სახის ამოცანა ჰქონდა საბუნებისმეტყველო აი ამ სტემის მიმართულებით და ამ ხუთი სახის ამოცანიდან სკოლა არ დაგვიტოვებია რომ ვისთვისაც ეს ამოცანები არ მიგვეცა ესენი მე აქ ტრენინგი გაიარეს უნდა მივიდნენ იქ და დანერგონ იქ თავის სკოლაში და მე ამის მონიტორინგს ჩავატარებ ჩვენ და იმ სკოლაში ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მიმართულებით ბუნებისმეტყველების ზოგადად და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტთა მოსწავლეთა ცნობადობა გაიზრდება და ის ხვალზე უკვე ჩვენი აბიტურიენტი ხდება. აი ამას ვფიქრობ. წინა გადაცემაში ჩვენ უყავდა საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით მოწვეული ფილოლოგიის დოქტორები, ასევე ასოცირებული პროფესორები თქვენთან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში და საუბრობდნენ საბუნებისმეტყველო საგნების პრივილეგიაზე და თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. რატომ ეძლევა უპირატესობა და რატომ ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება და აი კიდევ ერთხელ იმის დასტური რომ თქვენ ყოველთვის უწყობთ ფეხს ევროპულს, ღირებულს და იმას რაც არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების. დიდი მადლობა ქალბატონო რომ შემახსენეთ და მე ეს დავამატებ. ჩვენ შესანიშნავი ხელმძღვანელობა ყავს რა თქმა უნდა ჩვენს განათლების მიმართულებას რესპუბლიკის მასშტაბით. მიიღეს გადაწყვეტილება რომ მე-7 მე-8 კლასში STEM საგნები, ეგრეთ წოდებული საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება შემოვიდეს დამატებით. ეხლა ჩვენ აკრედიტაციას რო გავდივართ, იქ სექტემბრიდან ახლა ივნისში როცა მაისში გავივლით ამ აკრედიტაციას უკვე არჩევით კურსად საბუნებისმეტყველების მოდულზე აუცილებლად შემოვიტანა STEM სწავლებას უკვე. ეს ემთხვევა სამინისტროს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებას და ამას ემთხვევა ზუსტად. რაც შეეხება დასავლეთს, იქ რა თქმა უნდა ბატონოშალმა ჩემზე მეტი ნახა იქ ყველა უნივერსიტეტში რომ ყველგან წინა რიგებშია წამოწეული და წინა პლანზეა წამოწეული საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებები. და მე ახლა არ ვაკნინებ არავის, მაგრამ ესენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან. დიდ ძალისხმევას და ხარჩაღრიცხვას მოითხოვენ ესენი. მე დიდი მადლობა მინდა ერთ შემთხვევა არ მქონია არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ან ვინმე შეხებასთან რომ რაიმე საკითხი დამეყენებინოს იმის განმახორციელებელი ყოფილიყო წინა ადმინისტრაცია ბატონშალო მოადგილე გახდათ მაშინ რექტორის რაიმე საკითხი დამეყენებინოს ის არ გაგვეკეთებინოს თქვენ მე დიდი სიამოვნებით გებადიჟებით უნივერსიტეტში იქ გაგზავნილი მოვბრძანდით იქ ყოფილი ბიბლიოთეკის პირველ სართულზე ჩვენ 4 შესანიშნავი ოთახი სადაც ახლა ვაწყობთ ჩვენ იმ ლაბორატორიას თითქმის მოწყობილია მოვბრძანდით ყოველ დღე ღონისძიებები ტარდება, ეხლაც ბატონი ავთანდილის ღონისძიება იყო დედაენის დღესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სკოლა იყო მოსული, ბატონი რექტორი შეხვდა ჭიათურიდან ჩამოსულ სკოლას, რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეებს და ნუ არ ვიცი მათი აღფრთოვანება რა როგორი იყო, ახლა რექტორი ხვდება, ახლა ეს ხო არ არის უბრალოდ სიტუაცია და ბავშვებისთვის რას ნიშნავს ეს ახლა შეხო წარმოგიდგენია. დიდი მადლობა ამისთვის შემოგარგებო და მოგზავნით გაჩვენებ დაგათვალიერებინეთ გნებობ სიუჟეტი გავაკეთოთ გნებობ ერთი თქვით მზადოთ დამატებით ავიღოთ კადრები გავაკეთოთ სიუჟეტი რომელიც კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება ჩვენი ტელემაყურებლებს სკოლებისთვის იქნება ძალიან კარგი დღეს დავალება მივიღეთ რექტორატზე ჩვენ რომ მოვამზადოთ რაღაცა საინფორმაციო საშუალებები რომლებსაც სკოლებს ჩავთავთ იმაში რომ თქვა ახლა კონტინგენტის პრობლემა კი არ აქვს უნივერსიტეტს ღმერთმა დაიფაროს არასდროს მაგრამ ინფორმაციის მეტი კონკურენტურიანი გარემო რო იყოს აი ეს დავალება მივიღეთ დღეს მისგან რა ქვია რექტორატზე და ამ ფიქრობ ამაზე ახლა და თუ თქვენ მომბრძანდებით და გავაკეთებთ კარგ სიუჟეტებს წარჩინებული სტუდენტები ორმაგი სტიპენდიატები ყავს საკუთარი გოგებაშვილის და უზნად სტიპენდია დავაწესეთ იქ და რა ვიცი სტიპენდია ახლა ვარ ბოლომდე ანუ რა მინდა რომ თქვა სახელმწიფო სტიპენდია არის 300 ლარი პლუს ფაკულტეტზე მოქმედებს გუდავაძე პატაკაციშვილის ფონდის სტიპენდია რომელიც არის 200 ლარი და სხვა ბევრი სტიპენდიებია და არის სტუდენტები 10 სტუდენტი ესეთი რომელსაც 2 სტიპენდია აქვს ანუ 500 ლარი აქვს თქვა საერთო ჯამში სტიპენდია და დღეს სტუდენტისთვის 500 ლარი ნამდვილად არ არის და ძალიან დიდი მასტიმულირებელი არის ეს პირველ რიგში და მიხარია რომ ამ ხრივ სერიოზული კონკურენცია ამ ფაკულტეტზე. ბატონ შალვა, მე მინდა გკითხოთ ახლა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ აკეთებთ და ისაუბრა ბატონმა მამულომ, რომ კავშირი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის და ზოგადად ძალიან მინდა ბევრჯერ ვუთხრათ ჩვენს ახალგაზრდებს, რატომ არის მნიშვნელოვანი განათლების მიღება და გაღრმავება უნივერსიტეტებში. რატომ არის სწავლის გაგრძელება აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის, ახალგაზრდებისთვის? ეს
თავის დროზე გასცა პასუხი დავით გურამიშვილი. თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთის სოფელი. უკეთესად ვინ იტყვის მითხარით? არაჩვეულები. და კიდე ცოდნათან დასდევს, ცოდნელს არაზომსაც დაეტარების აქვს უხილავი, საუნჯე ხელი არ შეეკარების ჭკვა უხმართავს, პრიკვთათის ჭკვა ცოდნით მოიხმარებისო. ეს კავშირი, მოდით ბადავაშალო დავამატებ თუ შეიძლება. ეს კავშირი ჩვენ დავამტკიცეთ, რომ იმერეთის მასშტაბით 373 საჯარო სკოლა, საჯარო და კერძო სკოლა არსებობს და ყველასთან მემორანდუმები გვაქვს და ერთი შემთხვევა არ მქონია მისულიყავი რექტორთან, წინამორბედთან თუ ბადავაშალოსთან, რომ თუნდაც დღეს თუ ვინმეა დარჩენილი, გადავწყვეტ იმერეთის გარეთაც უკვე სამეგრელოშიც აღმოსავლეთ საქართველოში დავართ. ერთი შემთხვევა არ მქონია რომ მივიდე და უთხრა აი სკოლა გთხოვს მემორანდუმის გაფორმებას. ეგრევე ვაფორმებთ, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკის კომპონენტი გვაქვს ძალიან დიდი 25 კრედიტი დაახლოებით და ეს მთელი სემესტრის განმავლობაში ორჯერ უნდა გაიაროს ბავშვმა სკოლაში. და მაგალითად უდმივი კავშირია. პირველი კურსიდანვე არის განსაკუთრებით პედაგოგიური ფაკულტეტზე სკოლასთან მუდმივი კავშირი. ეს სამეგრელო გური ახსენეთ და ხშირად წვდომა ნაკლები აქვთ მოცილებით რაიონები, როდესაც არის და იქ დაუშვათ კონკრეტული უნივერსიტეტი არ არსებობს და შესაბამის საგანმანათლებლო სივრცე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ სტუდენტები ჩოხატაურიდანაც აქვს და სხვათა შორის ჩოხატაური ხო უფრო თქვა აჭარას ეტანება, ამის თქვა უფრო ახლოა მდებარეობს. გეოგრაფიულად უფრო ახლოა და არა ვინც დაიწყო ჩვენ დასწავლა ამთავრებს ყველა. მათ შორის ბევრი აჭარიდანაც, ბათუმიდანაც, ამის თქმა შემიძლია. სამეგრელოდან განსაკუთრებით მარტვილი ხო ჩვენთან ამთლიანად აბაშა, ესე რომ ვთქვა, ცენაგიც ნაწილობრივ ჩხოროწყუ, ესე. გასაგებ ძალიან მინდა ვისაუბროთ მეცნიერ პიროვნებებზე, რომლითაც უნივერსიტეტი ნამდვილად დაიკვეხნის. და განსაკუთრებით მინდა ქალებზე ისაუბროთ. ბატონშალვა, იმიტომ რომ არ არის ეხა ეს დაუშვათ ქალი მეცნიერი არ ყავს სამწუხაროდ დიდი რაოდენობით, მაგრამ უნივერსიტეტი არ დამეთანხმოთ და გითხარით. კი ბატონო, ჯერ უბრალოდ ჩვენ უნივერსიტეტში ამ მხრივ ნამდვილად ვიტყვი რომ პირიქით. ძალიან კარგი. ყველას რო თავი გავანებოთ, უნივერსიტეტი ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ, რო გადაკეთდა უნივერსიტეტად, ეს ქალბატონი ნანული კაკაურიძე დროს მოხდა, ის იყო რექტორი და მისი უდიდესი წვლილია და თუ დღეს გერმანიის უნივერსიტეტებთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ეს არის ქალბატონი ნანულის დამსახურება. ეხა ერთი თვის მანძილზე გერმანელი პროფესორი უკითხავდა ჩვენ სტუდენტებს ლექციას და ესე რომ ვთქვათ, ესეთი ურთიერთობები ბევრია. იგივე გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით ამ დეპარტამენტში ძალიან ბევრია. იქ არის ქალბატონი ერისოგალიძე, ქალბატონი ნუგეშა, ქალბატონი ირმა და თითქმის ყველა აბსოლუტურად. ეხა მადონა მეგრელიშვილი რა მეტრი იყო, ამას ხო მეორე აზრი არ არსებობს და ინგლისური ფილოლოგია რომ ერთი საუკეთესოა საქართველოში ჩვენთან, ეს აი ამ ქალბატონის დამსახურება და იმასაც ვიტყვი რომ ჩვენ სტუდენტებს უფლება აქვს 1 წელი მაგისტრატურაში უფასოდ ისწავლონ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში და ახლაც ვყავს იქ ჩვენი წარმომადგენლები, ესე რომ ვთქვათ, ამ ხელას ნიშნავს და ეს ფაკულტეტზე მამაკაცი არ არის, ყველა ქალბატონები ამ დეპარტამენტში. კი. გასაგები. აი ვიტომ არ დამეცახმეთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ქართული ენის მიმართულებით უდიდესი წარმატებები გვაქვს და აქაც აბსოლუტური უმრავლესობა ქართული ლიტერატურის მიმართულებით მარტო ნესტან კუტივაძე რას ნიშნავს და კიდე რუსულის მიმართულებით იყოს, აღმოსავლურობის მიმართულებით იყოს, ბიოლოგიის მიმართულებით იყოს, ქიმიის მიმართულებით იყოს, საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულებით იყოს, აგრარული მიმართულებით იყოს. არ არის სფერო, სადაც იქნება საინჟინრო ტექნიკური მიმართულებით. ქალბატონი ქეთევანცხაკაია თქვენი ხშირი სტუმარია და ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მეგობარი და ჩვენი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული ქალბატონია და ესე რომ ვთქვათ, ბევრია ესეთი. დიახ. ძალიან ბევრი.
გეთანხმებით, დაგეთანხმეთ. კი, პედაგოგიურ ფაკულტეტზე სრულ უმცირესობაში ვართ, მამაკაცები და უმრავლესობა ქალბატონი. ძალიან კარგი. რატომ არის და რამდენად არის მნიშვნელოვანი კავშირი სტუდენტსა და ლექტორს შორის? ურთიერთ თანამშრომლობა და რა მოაქვს ამას ამ ურთიერთობას? კავშირი რატომ არის კი არის აუცილებელია. იმიტომ რომ როცა რაც თქვენთან არის და მითუმიდა ამაზე რომ ვილაპარაკოთ. მე მაგალითად ახლა პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, როცა სტუდენტს ხვდები და იციან ეს ჩემმა კოლეგებმა და ან ხედავ რომ შემოდის დაუშვათ ჩემთან, იმ წუთში ვიწყებ ფიქრს რომ როგორმა დაეხმარო მას. იმიტომ რომ ეს მოთხოვნა არის აუცილებელი. მე როგორ შეიძლება რომ ამ კავშირის გარეშე რაიმეს მიაღწიო ერთობლივ. მე მაგალითად კონკრეტული მაგალითი მაქვს ასეთი. ერთმა სტუდენტმა მეორე თავისი კლასელის, რომელიც მაღალ კურსელი იყო, რეკომენდაციით აირჩია ჩვენის მეცნიერობა. პირველ კურსზე ახლა. შემოვიდა და პრობლემა არის კი, ჩემი რეკომენდაციით აირჩია, მაგრამ პრობლემა არის სენაგიდან სხვათა შორის და პრობლემა არის ის, რომ მათემატიკა არ იცისო, პატივცემულობა მეუნება. დაჯდა მე ნარი ბეჯითი არ მენახავს. დაჯდა. მე ვთქვი დავიწყებთ ჩვენ ნულიდან ვიწყებთ ამას ყველაფერს და იმ შედეგზე გავიდა, რომელიც მაკვირვებს დღეს ძალიან კარგი. ქონდა ჩვენ შეიძლება ქონდა ჩვენ შემთხვევა რომ ფოთიდან ყოველდღე დადიოდა სტუდენტი ბატონი შარლვა უკითხავდა ლექციას. ეგ თქვენთან მაქვს რა თქვა. არა ყოველდღე ყველა დადის. წესით ყველა უნდა იყოს. ფოთიდან როცა. არა, აქ ერთი უფრო დიდი მაგრამ არის, ძალიან სერიოზული მაგრამ. კოვიდის პერიოდი, როდესაც იყო, როდესაც აბსოლუტური დაკეტვა არ იყო, მე ლექციებს ყოველთვის ვატარებდი უნივერსიტეტში. არ შემიწყვეტია ყოველთვის დავდიოდი. ამას გმირობა კი. ჩემი გმირობა არაფერი მოსატანი არ არის, აი ზუსტად ადამიანებია. ქალბატ ის არის გოგონა. სიჯენა. კი ბატონო. 9 საათზე ლექციაზე იყო ყოველ ორშაბათს. ფოთიდან. აი და მე ახლა როგორ იმ პერიოდში სად არის ეს ახალგაზრდა? ახალებს უკვე და რა საინტერესოა? სტიპენდიანტი. ეხლა რატო და ორივე აი სტიპენდიანტია ეს. იქ დაახლოებით 10 არის რა სტუდენტების, რომლებიც ნამდვილად ვიტყვი ამშვენებს ჩვენ უნივერსიტეტს. და ქალბატონო აი რას ნიშნავს ახლა ეს? ორმაგი შედეგის ორმაგი ურთიერთობით არის ეს შედეგი ორივე მხრიდან. ლექტორის პროფესიონალიზმი, სტუდენტის სურვილი სწავლისადმი და მეორე დამოკიდებულება. აი რატო არის კავშირი აუცილებელი, რომ ღია იყო იმ სტუდენტთან და ის ხედავდეს იმას, რომ იხარჯები მაქსიმალურად, მე თვითონ კონდეს მიზანი დასახული რაღაც შედეგს უნდა მიაღწიოს, რომ კარგი პროფესიონალი დადგეს და ეს თანხმდრა რო ხდება, ეს ურთიერთობა არის აუცილებელი. არის მეორე კატეგორია რომელიც შეიძლება მიზანდასახული არ იყოს, მაგრამ ამ ურთიერთობით გარკვეულ შედეგებზე გავიდეს. მეორე კატეგორია სტუდენტების. მე ძალიან ხშირად მაქვს ასეთი ისა მოსმენილი, როდესაც ბატონი რექტორი ბრძანებს, რომ ან მე მეუნები შემოდის დეკანთან და მეუნები, რატო გიჭირს ეს მუშაობ რა ვქნა. მუშაობა არ არის გამართლება, მე ვთხარი რა ქნა. ბევრს რა თქმა უნდა, მატერიალური რაღაცა შეიძლება მოგდეს, მაგრამ ამას ხომ არ ჯობია, რომ თქვენ მაღალი აკადემიური მოსწრება გექნათ და სტიპენდიაზე იფიქროთ, ვიდრე და რამდენიმე იმ 300 ლარიან სამსახურს მაღაზიაში დაანება თავი და მოვიდა და უკვე ამაღლა თავისი. აი ეს ურთიერთობები. ძალიან კარგი შეთავაზება ახლა საუბრობ. 500 ლარი იქ აქ და მე პრობლემურია მარკეტში მუშაობის კიდე ხამისდება. ყოფილა შემთხვევა მოდის სტუდენტი, წინა დღის ნამორიგება მოდის და ეძინება იქ ლექციაზე, იმიტომ რომ ხო აზრი არ აქვს. მეორე კუთხით რო შეხედო, ვერც ვერაფერს ეთქვი, მაგრამ თავარი აკადემიური კუთხით რო შეხედო, წამგებიანია მისთვის და მე მნიშვნელობა პირველ რიგში არის ისწავლოს და მიიღოს ცოდნა. ზოგადად მე სიმართლეს ვიტყვი, ეს ყველა ჩემო სტუდენტმა იცის და ყველა მიცის, რომ მე მაქსიმალურად ვეწინააღმდეგები ამ ეტაპებზე, საწყის ეტაპზე მით უმეტეს ესეთებით დასაქმებას. ნაკლებად ავსებადია. რა თქმა, აი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ და მაღალ კურსზე ყველას ხელს უწყობ პროფილით დასაქმებაში, ყველას აბსოლუტურად. პრაქტიკასაც გადიან. რა თქმა უნდა და მის თეორიული ცოდნის გამტკიცება ხდება იმ პრაქტიკული უნარჩვევებით, რასაც ის იმ სამსახურში იღებს. ახლა სადღეო დეპარტამენტმა აქვს კარგი სტუდენტი და მე ხვალ გავუშვებ. უკვე თქვენი რეკომენდაცია რომ იქნება წარმოგიდგენია მასე როგორ მიიღებენ ან თვითონ როგორ გაამართლებს. ეს იცის ყველა მე თუ არ იმსახურებს. გამორიცხულია ვინმეს რო გაუკეთო რეკომენდაცია. ჩემს სისხლს და ხორცს არ გაუკეთებ რეკომენდაციას თუ არ იმსახურებს ეს ყველა
იცის ამაში არაფერი. იმიტომ რომ თავს არ შეერწყმით. თავისთავად და მე უნდა დაფასდეთ ცოდნა ყოველთვის. რა დააშავა შრომელმა. რა თქმა უნდა. მე მეთანხმები აბსოლუტურად მომუშავებაზე ეს პოზიცია მე დიდი ხანია ვიცი უკვე. მეც ვიცი. მეც ვიცი ეს პოზიცია. პროფილური ნემართულებით დასაქმებას აბსოლუტურად ხანდახან შემოუთავაზებია ხშირად. აქ ჭირდება ამ პროფილის და ხომ არ მოვიძებ, ხომ ვერ მოვიძებ თვითონს რომ იყოს წარჩინებული. ეხლა რეკომენდაციას რო უწევ ადამიანს ცოტა ძნელია, იმიტომ რომ რამდენად გაამართლებს მე ის რამდენად და მაგრამ ვაძლევ ჩვენ დაახლოებით 20-30 რეკომენდაცია წერილობით მაგ გაცემული რომ დასაქმდნენ ბავშვები და ბედნიერებად მიმაჩნია ეს და ვეუბნები რომ კარგი ხელი მაქვს მე რომ ვოქცევ რეკომენდაციას საქმდებით ხო პროფილით რო საქმდება ბედნიერება თუნდაც ის გუდავაძე პატარკაშვილის ფონდის სტატისტიკას თხოვს მე ჩვენ აი კურსდამთავრებლები როგორ დასაქმდნენ პროფილით როგორ დასაქმდნენ ისე როგორ დასაქმდნენ თანხას იხდიან ამაში და ხო და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით გაცილებით უკეთესი ვინმე ეს წარჩინებული სტუდენტები გვადგება მე ჩვენ იმიტომ რომ აკრედიტაციის პროცესში კურსდამთავრებლებთან მიდის გასაუბრება, მოქმედ სტუდენტებთან მიდის და ეს ის კატეგორია ხალხის რომელიც საკუთარ აზრს აყალიბებს და ზუსტად დახატავს სურათს რა პროცესი მიმდინარეობს უნივერსიტეტში. გასაგებია. ეს ასია ყველა ფაკულტეტში თქვენ წარმოიდგინეთ დასაქმების მაჩვენებელი მაღალ კურსებსა და მაგისტრატურაში პროფილის მიხედვით იქ უფრო მაგლებია. გასაგებია. მოგიდებლობას, ეს არის 91 წლის 9 აპრილის დამსახურება. სოთაშორის ყოველთვის ყავს განსაკუთრებული სტუმრები ამ ღონისძიებაზე და დღეს ყავდა ბატონი ტარიელ ხარხელაული. არაჩვეულებრივი. ბატონო. მართლა სახალხო პოეტი. და ნამდვილად ესია და მე მადლობას ვეუბნები მას მობრძანებისათვის და კიდევ ყავდა ის ადამიანები, ვინც 99 წლის 9 აპრილის 91 წლის 9 აპრილის და აი იმ პერიოდში როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ და იყვნენ ესე რომ ვთქვათ აი კი ქართული სულისტ იყვნენ ქართული სახელმწიფოების შესაქმნელადაც დასაცავადაც და აკეთებდნენ ყველაფერს წარმოუდგენლად რთული იყო მაშინ ამის გაკეთება და მე ძალიან ვიხარია რომ ეს კავშირი არის და ეს სტუდენტები ხედავენ ამას ჩვენი სტუდენტები და ეგ ალბათონი რიტა იყო ბატონი გია იყო და ბევრი იყო ბატონი ალექსანდრე იყო კიდე ახლობლიანი მონაწილეები დიახ კი ბატონო თქვენც მაშინ სტუდენტი ბრძანდებოდით და დიახ არა უკვე დამთავრებული მქონდა მე კი ბატონო დიახ მე თბილისში ვსწავლობდი და ესე რომ ვთქვათ აქ რა ხდებოდა სიმართლე რო გითხრა მაშინ იმდენად არ ვიცი, მაგრამ უკვე ყველაფერი ვიცი გადმოცემით და ესე რომ ვთქვათ აი ამ და ყველაზე მეტად სასიამოვნო რაცა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად რამ სიამოვნებს, იცით? სავსე იყო დარბაზი, დიდი დარბაზი და ზოგადად სტუდენტები რო შემოდიან, თუ არ მოწონთ გადიან იოლად, ტოვებენ დარბაზს და გადიან და ყოფილა შემთხვევა რომ ნახე რომ დაცლილი დარბაზი დაგხვით. აი რო იტყვიან პრაქტიკულად ცარიელი სკამი არისო, რო დამთავრდა ღონისძიება და დამთავრების მერე მაგას ვამბობ და სურათები ადაღებები და ესე რომ ვთქვათ, იყო ძალიან კარგია. ესეთი პატრიოტული მოტივი და პატრიოტული სული უნდა იყოს მთავარი. აი ეს არის ისე აღზარდეს შენს შვილის სული, რომ წინ წარუწყეს შეშმარიტება უკან წერს. კვალი განათლებული, ხო? აი ეს არის და მით უმეტეს ქართულად აზროვნება, ქართულად ეროვნული გადასახედიდან ფიქრი და მისი დაცვა ეს ყველა ჩვენგანის ვალია პირველ რიგში და მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები რომ პროფესიონალები უნდა იყოთ, რა თქმა უნდა თქვენი საქმე, მაგრამ ქართველები უნდა იყოთ და ქართულ საქმეს უნდა ემსახურებოდი. ამაზე ლამაზი ქვეყანა, ამაზე კარგი ქვეყანა არსად არ არის დედამიწაზე ახლა ინდოეთში ვიყავი, უდიდეს პატივს ვცემ ყველაფერს, მაგრამ შედარება ხო არ შეიძლება. გინდა პოლონეთი იყოს, გინდა საფრანგეთი იყოს, ჩემთვის საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, ყველაზე დიდი ქვეყანაა. და ჩემი ქალაქი კიდე განსაკუთრებულია მთელ სოფლიოში. ამას ვიტყვი და ვამაყობ კიდედაც, როდესაც ვამბობ დიდი სიამაყით 3500 წლისაო, ამას ბევრს ძალიან ბევრს უკვირს და უფრო მეტის არის უკვე.
ხო, არა, ეგ ამ ეტაპზე, თორე მაგი თანდათან გავალთ ჩვენ ეხლა ამ მომენტში როგორც მე ვიცი სადღაც მე-5 მე-6 ადგილზე თამაშობთ იმ ქალაქებს შორის ისტორიულად რომლებიც დღესაც არიან არსებობენ და ესე ამ ნახოთ კი ბატონო შეეხება მომავალს ანუ უნივერსიტეტი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს გაზრდაზე და ამ ხრივ ყველანაირად ვცდილობთ რომ წინ წავიწიოთ ეხლა ის ამ მაისის დასაწყისში ჩვენი დელეგაცია რექტორის მოადგილე ალბათონი ეკაბატონი მექი მიემგზავრებიან ჩინეთში ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დასაყარებლად მე მგონი წინა შეხვედრაზე აქ რომ ვიყავი თქვენთან ვთქვი რომ ჩინურ ენას ვასწავლით თქო ეხლა უნდა დავიწყოთ კიდე დამატებით ონლაინ სწავლება ჩინურის იმიტომ საკმაოდ დიდი მოთხოვნილება არის და მედიცინის მიმართულებით ცალკე უნდა ვასწავლოთ სტუდენტებს რომ მათ გაცვლითი პროგრამებში ჩავერთოთ და სერიოზული საქმეა კი ამით გუანჯოუს უნივერსიტეტთან უკვე არის კავშირი და ეხლა კიდე იქნება კავშირები ესე ამ ხრივათაც გვინდა განვითარება და ესე რომ ვთქვათ 17-ში ახლა აგერ ზეგ ბერლინის უნივერსიტეტთან მოვაწერთ ხელს მემორანდუმს და ბევრი ესეთი რაღაცები იქნება თანდათან ანუ რა მინდა რომ ვთქვა იცით ჩვენი გადასახედიდან მინდა ყველა იგრძნოს ის რომ უნივერსიტეტი მაქსიმუმს აკეთებს მათთვის გამართლების მიღებისათვის და ამას ნამდვილად რაც შეგვეცლება ხელდაწიფებული ვართ ხელდაკაპიცებულნი ვართ ყველანი მე ახლა რომ და ხა იმიტომ კი არა ბატონი მამულო ბუჯოხიშვილი აქროსის ეს ყველა მიცის უნივერსიტეტში ყველაზე ადრე მოდის სამსახურში ბატონი მამული 808 წუთები უკვე იქა კი და საფხურში შეიძლება 6-ის ნახევარზე იყოს მოსული შეიძლება თან ისე რა ვთქვა და ერთხელ ხა უმორშიც ხო შეიძლება ცოტა გადავიდე ერთხელ მოასრო ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოსვლა სხვა ფაკულტეტში ეს და ნერვიულობდა ეს როგორ დავთმეოდა ესე რა ვთქვა მალე დაიბრუნა ისე პირველობა მაგრამ იცი თქვენ ძალიან კარგად თქვით აი სტუდენტის და ლექტორის ურთიერთობა ეს სხვა თემა არის და მით უმეტეს დეკანის და სტუდენტის დეკანი არის იგივე მშობელი თითეული სტუდენტის და აი შეგრძნება როდესაც არის სტუდენტიდან და მით უმეტეს დეკანიდან ეს თავისთავად უნდა იყოს ხო აქ უკვე ძალიან ლამაზი ურთიერთობა არის სიყვარულია ურთიერთპატივცემა არის სწავლისადმი მიდგომაც სხვა აგვარია და სხვა მონდომებაც არის და აი ამას ვცდილობთ ყველანაირად ჩვენ ყველა ფაკულტეტზე მაქსიმალური ესეთი დამოკიდებულება არის ეხლა გოიტყვიან გავხსნით სეზონს საერთაშორისო კონფერენციების ძალიან ბევრი იქნება უკვე სულ მალე ხო? კი, უკვე რომ დავიწყოთ მაისიდან მოკლედ რო იტყვიან შაბათ-კვირის გაცდენა არ იქნება, ესე რომ ვთქვათ, ყველა ფაკულტეტი ახლა ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს ივნისის დასაწყისში კიდე პედაგოგიური ფაკულტეტი ორი კონფერენცია არის ამათთან მერე ვის ქართველოლოგიის ცნობილი კონფერენცია ქართულ-თურქული ურთიერთობების ტრანსპორტის მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია მაშინ ვარ კატოვიცეში მიწვეული კიდე კონფერენციაზე აგერ ამბობდა პატრას უნივერსიტეტთან დამეგობრებული ვარ სხვათა შორის მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ჩვენი უნივერსიტეტის და არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მეგობარს ბატონ ხასან ხალილს მისი ესე რომ ვთქვათ ხარდაჭერითა ეს ურთიერთობები საბერძნეთის უნივერსიტეტებთან და არის ფიქრობთ რომ აზიაში მოვიკოჩლებთ ეგვიპტეში საუდის არაბეთში ეს არაბული მიმართულებით ბავშვები თურქებთან ხო განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ეხლა თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში
გირესუმში, აგერისეში სტუდენტებს გაუშვათ პრაქტიკაზე მედიცინის მიმართულებით. აი თურქული სკოლა მედიცინის ახლა წარმოუდგენლად დიდ ნაბიჯებს გავს წინ და ესე რომ ვთქვათ, ესეთი ბევრი რაღაცები იგეგმება და ვართ ამ ესე რომ ვთქვათ, მოძრაობაში, ხო? მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაო, შემოთერგო და ესეა თუ არ იმოძრავე არაფერი არ გამოვა. თუ ერთ ადგილზე გახარ, ეს იმას ნიშნავს, უგან მიდიხარ. კი ბატონო. მხოლოდ წინ წასვლა არის, ნამდვილად წინ წასვლა, თორე ერთ ადგილზე დგომა არაფერი არ არის. სამდგარი წყალია, რომელიც უკვე გაფუჭდება. აბსოლუტურად გეთანხმებით. ბატონო მამულო, ხომ არ დაამატებდით მეტად იმ საინტერესო ინფორმაციის შემდეგ, რომელიც გაგვამდო ბატონმა შალვამ თქვენი უნივერსიტეტის სადმი სიყვარული, იმიტომ რომ სხვაგვარად ახლა ყოველ დღე ყველაზე პირველი შაბათსაც და კვირასაც არტოვებთ არც ერთ დასვენების დღესაც. თუ სოფელში, ჭიათურაში არ უწეს წასვლა მიდის მეორე სახლში, თუ პირველ სახლში. პირველი ალბათ, რა ვიცი, და ყველაფერი ეს ჩემთვის, იმიტომ რომ იქ დამოუკიდებელი ვარ, თორე იქ გავიზარდე და გასაგებია. საოცრად მეყვარს იქაურობა. ვერ წარმოვიდგენია რომ წარმოუდგენელია, თავს კი არავის ვაწონებ. საბჭოზედაც მithქვავს ხშირად, რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, უბრალოდ შაბათს იმდენად თავისუფალია ეგ სივრცე და იმდენად ბევრი საქმე შეგიძლია გააკეთო მოკლე დროში, რომ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ მუშა დღეს ცოტა შაბათი ჩვენთან სასწავლო პროცესში პერვეტევით ჩვენ ესე რომ რაც ეხება პერსპექტივას, ჩვენ მე ძალიან დიდი იმედით ველი ახლა იმ აკრედიტაციას ერთობლივი სადოქტორო პროგრამა გვაქვს 4 უნივერსიტეტთან, ჩვენ ბათუმით ჯავახიშვილი და თელავის უნივერსიტეტთან. ძალიან კარგი სკოლამდელი განათლების პროგრამა, რომელიც 25 წელი არ ყოფილა, გაიხსნა შაშან და გავხსენით ახლა აკრედიტაციაზე წავა ესეც ალბათ და პერსპექტივაში ცოტა ამ ფაკულტეტს რაღაცა მოყოლი უჩანს. მე მივესალმები იმას, ბატონო რექტორმა ბრძანა, რომ შაშან მქონდა შემოთავაზება სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან ჩვენი სამაგისტრო პროგრამიდან განათლების მეცნიერებებიდან გაგვეგზავნა ერთი სტუდენტი, აღმოაჩინა ერთი ინგლისური ენის მცოდნე, რომელიც დამეთანხმა მიდიოდა, სხვათაშორის გურიის რეგიონიდან იყო, აჭარის ბათუმის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, ბაკალავრიატი და მაგისტრატურაში ჩვენთან სწავლობდა. მე ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ძალიან გული დამწყდა ამაზე და წელსაც ვეძებ ინგლისურენოვან მაგისტრს, რომელიც წავა იქ ერთ წელი ისწავლის, ის ერთ წელი ჩაეთვლება, იქაურ დიპლომს მიიღებს, აქ შეუჩერდება, გააგრძელებს, აკაურსაც აიღებს და ნუ საოცარია, თან სტიპენდიას უხდია. სტიპენდიას უხდია, ხო, არაფერი. საერთაშორისო იქ ბევრ სპეციალობაზე სწავლის ქირა რა არიცით? 35,000 ფუნტი სტერლინგი. ხო, ამას ამ უფინანსებს სახელმწიფო თანხა ფინანსდება. ფინანსდება და პლუს კიდე საერთაშორისო ეს ქალბატონი მადონა მეგრელიშვილის დამსახურებითაა ყველა. ისევ ქალბატონი მადონა, რომელმაც კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ღრმა კვალი დატოვა. ჩვენ დღევანდელ გადაცემას ფაქტობრივად ვერ ამოვწურავთ. ასე იყო წინა გადაცემაშიც. გთხოვეთ რომ 9 საათით მობძანდით მეთქი, მაგრამ იმდენია სალაპარაკო ყოველთვის არასდროს არ ყოფნის და მე მიხარია რომ არ ყოფნის დრო. იმდენ რამეს აკეთებთ თქვენ. ჩვენ ყოველთვის დაგითმობთ სიამოვნებით, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები ხართ, ისეთ უნივერსიტეტზე საუბრობთ, არაფრით არ შეიძლება, რომ არ მოგვისმინოს საზოგადოება, არ შეიმეცნოს რა ხდება და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უღრმესი მადლობა. მადლობა. ბრძანებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ არასოდეს არ იმიზეზებთ რაიმე, თუმცა სულ წასული ხართ, სულ მოძრაობაში ხართ, სულ ადგილზე ხართ, ანუ წასულიც ხართ, ადგილზეც ხართ, სულ ურთიერთობებში ხართ, მაგრამ არასოდეს უარს არ ამბობთ. იმიტომ რომ გაინტერესებთ საზოგადოების აზრი და ყველაფერს აკეთებთ ახალგაზრდებისთვის. იმიტომ რომ კიდე იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ მეგობრობას. რა თქმა უნდა. ქალბატონი ნანა, ეხა ქალბატონი თამილა ჩვენი თანამშრომელი და აქ სხვა ის არის. ალბათონი ნანა ჩვენი მეგობარია და როგორ შეიძლება ვარი თქვა მithumetes რა პირიქით და ისე ბატონ მამულოს დავავე თანხმები და ერთხელ ისე მოდამთ ისეთი პირობით რომ არ გვითხრათ აი ეხა
ხვალბოვას ეგ. არ გაგიმხილოთ და მოდით ნებისმიერ დროს ონტ ის მოიძიეთ რომ ვარ თუ არა ადგილს. მეტი არა. სულ ადგილზე ხართ თქვენ და მე მგონი არც თქვენ არ გიკვირთ დილას მისვლა იმიტომ არა მაგი არა მაქვს პრობლემა უბრალოდ სასმორგერთან ვიყო წასული. ამას ვთქვა მეტი არაფერი. თორე 9-8 წუთები მე სამსახურში ვარ ოთახში ვსვარ. ვიცი. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენი შრომისთვის, იმისთვის, რასაც აკეთებთ ახალგაზრდებისთვის, უნივერსიტეტისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ, ტელემაყურებლებს შევახსენებთ, თუმცა არასოდეს არ ჭირდებათ მათ შეხსენება, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გაახლდათ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამულო ბუჭუხიშვილი. მე ამ ფორმატით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, სიყვარულით გეცხოვროთ. ნახვამდის. მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად.